მოვჭი როგორც იქნა იქეთ დავდე მე იმ ქაღალდს მოვაშორებ რომელშიც მინანქრებია მიწუწულ-მოწუწული და მოკლედ ეხა ცომი მაქვს ისევ მოსაზები მე ამათ უნდა გამოუცხო საჭმელად ლობიანი 1-2 წელს გამოუცხობ მე სოუზი უნდა გავაკეთო რომ ხვალ საჭმელი გქონდეთ მე ჩემი თავი მოიწესრიგო კუდე მოვაწესრიგო და მოკლედ რა ვიცი რომ მოსაზე დავწვევი იმიტომ რომ 3:30-ზე მაინც უნდა ავდგე 5 ხაჭაპური დავაცხო პლუს 1 დიდი ჩემი რომ მიმაქვს ლობიანები სადღაც ნახე ამათ 3 ლობიანი დაუტოვო 3 იქეთ 2 აქეთ და კიდე 3 მოკლედ 8 ცალი კიდე და ერთი გადმობრუნებული ხაჭაპური მოკლედ არ ვიცი ხალხი მოვასწრე ვაგე ხო არ ავდგე მაგრამ როდის დავიწყე მე ვერ გავსინჯავ მამას გაასინჯე ხო და მოკლედ ეხა ამისთვის მოვედი თამო ქამუშაძე გამომიგზავნა დღეს ეს საჩუქარი მითხრა რაც არის მაგრამ არ დამამახსოვრა და ისევ სახის მოვლის ფშხილის და რაღაცები დასალევი მე მგონი მოკლედ წამალია თუ რა ვიცი რაც ხა გაჩვენებ ვერ დავიმახსოვრე და რა გავაკეთო ვერ ვიმახსოვრებ და თამო ქამუშაძეც მინდა უღმესი მადლობა გადავუხადო მე სიკეთით დაუბრუნოს უკან 1000 მაგარ და მილიონზე ხო და ნახოთ ეხა ერთად თუ რა არის აქ ვაიმე როგორ გამიმართლა ვედრო ყავისთვის იმიტომ რომ ნახეთ ეხა იქ ოღონდ ნომერი არ ჩანდაჩი ყავის წაღება ხო მინდა ხო და მინდა რომ არ ვთქვიფო კონტეინერით მინდა წავიღო მაგრამ მე ეხა მარტო რამოდენიმე დავლიოთ და ვიყურონ და ასე შემდეგ მაგრამ ამდენი ბევრი ვარ მშობლები 19 და 19 რო ყოფა იმდენი ის მე საიდან არ ვიცი ყავა კი მაგნაირი შაქარიც მაგრამ უბრალოდ ეგ არის რომ დავიღალე ხალხო ეს ფელი დღე მართლა დავიღალე ესე მე მგონი შამპუნებია გაჩვენებ კიდე ხო ეს არის ბიოტინი აი ეს ფრჩხილებს და იმებისთვის კარგი არისო ხო კაფსულები 90 ცალი დევსო მითხრა ეხლა ხო და მოკლედ დალიეო და იმას ვიზა ახო თაბა თუ მიშველა მე ფრჩხილებზე ნამცხვრის და იმის ნახმეთ ეს კიდე რა არის ტუშია მე მგონი ტუშია კიდე ტუში გოგო შენ რა გითხარი მე ხო კიდე ტუში ხალხო თამო ხმესი მადლობა ჩემო კარგო ძალიან დიდი მადლობა ეს ის პომადებია ის ფერი აი ამ ფერისა ის ფერი რა ვიცი ის ფერს ეძახი მე და ეს არ ვიცი ეს არ ვიცი მე როგორი დაგმილი ვარ ვერ წარმოიდგენთ ხალხო რატო ვერ გამოუზომეთ ცომი რომ მეტი და მჭირდებოდა გულმეზარება მოცემოთ რომ 9 საათში ამოდის ცვილფასებო ვინც მაგ ცომზე მეკითხებით ძალიან გთხოვთ ნახეთ ბევრჯერ მაგს და მე მერიდება მაგალითად ხო ხშირად ვაკეთებ მაგ ცომს და მერიდება ვიდეოს გადაღება რომ აი იმდენჯერ მაქვს ამის ვიდეო თქო და ანუ ვინმე არ დამიწეროს რომ ვაიმე ერთი და იგივე და ასე შემდეგ და არა და მაინც ილაპარაკეო მეუბნებით თუ რას ვყრი იმაში მოგეთ არ არის ეგ ჩემთვის პრობლემა გეტყვით შავი ფერი მე მგონი თვალის ფანქარია ამას ეს უნდა ვკითხო ნახეთ ესეთი კაი ხარისხი არ მაქვს იაფიანი ხო და არის აქ კიდე რაღაცები და ამასაც გაჩვენე ხო და
მაქვს ბევრი ვიდეო მაქვს, ბევრი, სადაც დეტალურად ვამბობ კიდევაც ვაჩვენებ. მარტო ის გჭირდებათ, რომ ჩაწეროთ ხაჭაპურის ცომი. ან მოვცობოთ ხაჭაპურის ცომი. ვიდეოებში, ჩემს ვიდეოებში, საძებელში ჩაწერთ და უცებ ამოგიგდებთ. თორე არაფერი არ უნდა ისეთი ერთი წილი, რძე ერთი წილი წყარ, ანუ ერთი და იგივე მასა იმდენივე უნდა, ანუ 200 მილი რძე, თბილი, 200 მილი წყალი, ერთი ჩიქაზეთი მაინც ზეთსავცვლი ყოველთვის ერთი ჩიქაზეთი, ერთი საფუარი, 2 შაქარი, ანუ დიდი კოვზით, სუფრის კოვზით, მარტო ერთი ჩაის კოვზი, მარილი ოღონდ ფქვილთან. კვერცხის ცილა მხოლოდ მუხა დამაცდი? კიდევ რა იყო, რომ გავუკეთე და 2 კოვზი მაიონეზი გავუკეთე. ბოლოს კარაქი კრემისთვის მინდოდა ვერ გავიმეტე და მარგარინის გაჩვენეთ რა ოდენობას, მე მგონი 50-ან 100 გრამი იყო რომ გავუკეთე. მგონი 100 უფრო. ჩავზილე მაგით. თუ არ გაქვთ მარგარინი ბოლოსთვის და გინდ მაიონეზი, მაინც საოცარი გამოდის. აი, მაინც ძალიან მაგარი. ოღონდ ცომი უნდა გააკეთოთ რბილი. ხო ნახეთ ჩემი ცომი როგორი იყო. აი გაიმახსოვრეთ ისა თვალის ზომით ისეთ გააკეთე და ისეთ მოკლედ ხვალ რო გავაკეთებ და გამოვაცხობ. გაჩვენებთ ყველაფერს. ისე არ წავალ აქედან რო არ გაჩვენოთ, იმიტომ რომ იმათი ცალკე მაქვს ყველი და ის ცალკე უნდა გამოვაცხო, ჩემი ცალკე და მოკლედ ესეც ვიფასებო. დერმედიკის შამპუნი. შამპუნი. ის კაი უნდა იყოს. ხო, კაია. თან მაგრამ ჩემი თმები რომ იმკრება, მე მგონი მაგისაა. ხო და ისიც კიდე დიკო იმასაც გაგიკეთებ. ისიც მითხრა რომ ისო რა ქვია. თუ რამე არ მოგიხდება, არ მოგირიდოს მითხარიო და ესე შემოკარგებ. ძალიან აი როგორ გითხრათ, რაღაც სხვანაირი ადამიანია. როგორ ვთქვა ადამიანს არ მომიხდათ მასზე და ვერ თქო. ხო, მაგრამ სინჯავ და გეტყვით, ვიტყვი. იმიტომ რომ ნახეთ, მე არ მიხდება შამპუნების ცვლა. თმა უნდა შევიჭრით მას ოღონდ ჩემი ჩეჭრა არ მინდა და ქორწილის მერე შევიჭრი. მინდა ან კარეს გავიკეთებ ან რამე. არ მიხდება დიდად ჩემის აზრით კარე, მაგრამ შევიჭრი. კიდევ მიცერალი, ესეც უნდა ვკითხო, მიცერალი აწერია და იმით ხვდები ალბათ სახის საწმენდია ესეც. აი აქ აწერია მიცერალი. და კერატინ მასკა. აჰა, ეს კარგი უნდა იყოს. საერთოდ ნახეთ რა მითხრეს მე. როდესაც თმის ცენ ადამიანს აწუხებსო, აქ იყო ფარმაცევტი გოგო და არ უნდა გამოიყენოთ რა ქვია მაგას, ბალზამი. ყოველთვის მასკა ამჯობინეთო. ესე გვითხრა, მოკლედ. სიტყვასებოდა ვედროც. აი ამ ვედროს სავსე რომ წავიღო. ხო გეყოფა. რა სიტყვით, მაგრამ 2 თუ 3 ჯერ უნდა ავთქვიფო ის კონტეინერი, რომ მე ამაში ჩავასხა და ეგრე წავიღო. მოკლედ რა ვიცი ხალხო რა გავაკეთე, რა ვიცი. ის ყავა მაგიტო ვიყიდე ზუსტად. წასაღებად, თორემ მე ეგრ გრანულებიანს ვიყენებ. მოკლედ ასე ვიზა. სხვაგან ავთქვებ და ამაში ჩავასხავ მე, იმიტომ რომ იმის დოზირება ვიცი, რამდენი უნდა. ხო, ესენი არ მიჩვენებია, მაგრამ ამასაც გაჩვენებთ. და ის ვიცი მანამდეც გამომიგზავნა და მაგარი იყო, ის მაგარი სუნი აქ მუხრანის მოეწონა, გაგიცვლიო მეუბნებოდა. შენ რო გინდა სანსილს გიყიდი და ის მე მომეციო. მოკლედ აი ესეთებია, აი ესეთი. ვაიმე, ეს მითხრა. ის არის ხალხნო. ვაიმე თუ გამახსენდა ეხლა. ხო, დამავიწყდა, მაგრამ იქნება თქვენ მიხვდეთ. მერთო, რა წერია, სხვა ენაზე აწერია, ინგლისურიც არაა მე მგონი.
კი მითხრა და დამავიწყდა. კიდე. ფუი, აგერ ნახეთ ესეთებშიც. ხამის. აი ესეთი კრემი ხო გამომიგზავნა ხამის. ხამის კრემი. ამდენი რამე მართლა არ ვიცოდი. ახლა აფთიაქში მხოლოდ წამებზე დავდივარ, ამებს საერთოდ არ უყურებ ხოლმე. აი, ამებს კი შევხედე ის ასეთ რაღაცები რო ულაგიათ, მაგრამ მოკლედ რა, ძვირია ხალხმა. ხის კიდე. მოკლედ იმდენი რამეა, აგერ კიდე. იმდენი რამეა, რომ რა ვიცი. საუკუნე გეყოფა ადამიანს. ანუ ყველას თუ მოიხმარ. ეხლა დამიწეს ვიღაცა თუ წელიწადში ერთხელ დაიბანს საუკუნეო, მაგრამ საუკუნეში მთლად საუკუნეს არ გულისხმობ ხალხთან. მოკლედ ამას ყველაფერს რაც ვერ გავიგე დამავიწყდა. აი ეს დამავიწყდა მითხრა. აი ეს შრატია რაღაცის. რისი შრატი იყო რომ მითხრა? კოლაგენის შრატი მითხრა თუ? მოკლედ შრატია რა და მიხვდებით თქვენით ჩემზე მეტად ერკვევით ამ ყველაფერში. ესეც მაგარი იყო. ეს ანტისეპტიკი. არა, ანტისტატიკი ყოფილა. ანტისეპტიკური რატო წავიკითხე? ხლად მოსავლელით მისთვის. მოკლედ ესე ჩემო კარგი. თამო, უღმესი მადლობა ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა. ამდენი ვუთხარი. არ დაიხარჯოთ ხო? მართლა ვუთხარი გეფიცებით. ვისაც არ უნდა არც დაიჯერებს, მაგრამ მე ძალიან მერიდება არ მიყვარს ადამიანების შეწოხება. მართლა იგეთი ვარ და რა გავაკეთო. ხოდა ისი. ჩემი ეს ვიდეო ცოტა გადაღლილზე გადავიღე, ცოტა კი არა მეყობა ისედაც რაც ვარ. არ შემიძლია. ხოდა მაპატიეთ. მაგრამ ესეთია ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. დაღლილი ვარ. ამას დავიწყებ. ოღონდ დავკითხო დღეში რამდენი თუ აგეწერება. ერთი კაფსულაო დღეში ერთხელ. დასაღეჭად. აჰა, წყალთან ერთად. მოკლედ ეს. არ ვიცი. ამ ადამიანის პატივისცემა ყურადღება. როგორ გადაუხადო ხოლმე მადლობა ადამიანებს, არ ვიცი მათ. არ ვიცი ხოლმე რა ვთქვა. სულ ერთი და იგივე. რა ვიცი, მადლობა სხვანაირად როგორ ითქმის. ძალიან დიდი მადლობა. უხმესი მადლობა. იმდენი მოგცეს ღმერთმა გზაზე გამომვლოს ყველას რაღაცას ჩუქნიდე. იმდენი მოგცეს ღმერთმა. წავედი. ამას მე რამე გაგრძელებას მოუწევდი და იმას მივაბავ და ნახავ და ვიდეოს აუცილებლად. საჭმელი არ მაქვს ნაჭამი, აგერ ხო ხედავთ რომ ისაა. ჟივის 25 წუთი და მე ერთი ლუკვა საჭმელი არ ნაჭამია. გინდა იჯერე, გინდა რასია. წავედი ხა, წამოვხდე. ცე მოვადუღო ის და მოვცომოთ ცომი ისე, რომ მეყოს. მოგებს. აი იმ ლობიანების ის როგორ მეზარება, იცით, ერთი გაბწოლი, მეორე გაბწოლი, ერთი გაბწოლი. ძალიან მეზარება, სხვანაირად არ გამომდის ისეთი იხევა, რო იხევა ეგეთი არ მიყვარს. ხო და მაგიტომაც არის რომ ესე უწვალობ, თორე თან უნდა გოდეს
სამება ლობიანი. ხაჭაპური არ მინდა უბედიკო ეხლა ლობიანი მინდა უბედიკო. წავით. რძე მოვადუხე. აქეთ კარტოფილი მიდგას სოუსისთვის და აქეთ ლობიანს ვაცხობ. გაზი გავწვინდე, მაგრამ აგერ კიდევ ფქვილი გეგასია დედიკო. ერთი გამოვაცხე უკვე. აი ჯერჯერობით მაქვს და იმედია ერთი 10 ლობიანი მაინც გამომივა ხვალ რომ გამოვაცხო. აქეთ ერთი გამზადებული მაქვს. ხო და მოკლედ რა ვიცი. აი არ დამიტოვებია გასარეცხები და ვართ ეგრე. ხო, ამას ახლა ეს უნდა მოვაჭრა. აი ასე, როგორც ვჭრი ხოლმე. ხო და აი ასეთი ლამაზი გამოვა მერე. გოდე როგორ ყვირის ეს, გეგა მორჩა, გოდეც აქეთ ადასგან აიღო კიდე. ეხლა ნახეთ, საფუარი მიჭირავს აქ. ეს მუხას ლობიანია. ცოტა მეთხანს რომ დამიტოვებინა კარგი იქნებოდა, მაგრამ აი ასე ცოტას დავამატებ. რძე, როგორც გითხარით, ანუ გინდ ნახევარი ხმერთო რა ვსგება. მოკლედ, გინდ ნახევარი ლიტრი იყოს, რამდენიც გინდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, საფუარი არ გაზარდოთ, არ ვარგა ბევრი საფუარი, არ გავუკეთოთ. ერთი კოს ყოველ ჯერზე ერთ კოს საფუარს ვუკეთებ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი მასა გვექნება არ. ეხლა შაქარი არის ეს. 2 კოვზი, ზოგი 3-საც უკეთებს, მე ვუკეთებ 2-ს. მარილს არ ვუკეთებ ჯერ. ხო, ზეთი მინდა ეხლა. აი, ზეთზეც იგივე სუსტად. სადა დავდე ღვინის ჭიქა და არ მინდა კიდე დავსვარო ხალხო. არ მინდა კიდე ბევრი რამე დავსვარო, იმიტომ რომ დავიღალე. ეხლა სოუსი მაგასაკეთებელი ამ ცომს რომ მოვზე. ლობიანები ვაჭამე, აი ასე. 1 ჭიქა. ეხლა ერთი კვერცხის ცილა, ოღონდ გული შეინახეთ, გამოგადგებათ მერე, ზეთი მოასხით და არ გაფუჭდება მაცივარში, თუ თავზე გულს ზეთს დაასხამთ. აი ასე, აქ მიდევს დღევანდელი გაკეთებული ცომიდან ერთი გული, ზეთში, ასე რომ ესეც დაიფარა, მეტი არ უნდა. მაიონეზი თუ გაქვთ, რომ არ გქონდეთ, მაინც არ აუშავთ, თუ გაქვთ 2 კოვზი. ზოგი ბევრს უშვრება, მე არ უშვრები ბევრს, 2 კოვზი სრულებით საკმარისია, აი ასეთ ნახეთ, იმასაც კი ბევრს არ ვასხამ. ეს ეხლა იქ რო დამიწერეს თან ილაპარაკეო, რახან ეხლა ვზელ ცომს გამახსენდა და მაგიტო დავიწყე. სარკეში არ ჩამიხედია, ისე მოვედი ბავშვებს გეფიცებით. რა მინდა ეხლა, ხო? ეხლა გვინდა ფქვილი, სადღაცა აქ შევინახე. ფქვილი, თუ კარგი ფქვილი გექნებათ, ნახეთ ფქვილიანი ეს თასით. კარგი ფქვილს გულისხმობ იმას რა ქვია, ექსტრა. მე ბარაქას ექსტრას ვიყენებ და პურიც კი განსაკუთრებული აქვს. აი ძალიან კარგი აქვს. ცომიც კი ძალიან თეთრია, ასე რომ ეს ჯობია. ეხლა ამასთან ერთად ნახეთ ფქვილს რო დავაყრი. აი ასე. ფქვილს რო დავაყრი, მაგ დროს უქენით 1 კოვზი. ეს კოვზი არა, ჩაის კოვზი, ნახეთ. არ ვავსებ მე, აი. მე მიყვარს ცოტა მარილი რო იგრძნობა, ამიტომ თქვენ 1 კოვზი უქენით. მეტი არ უყურთ. მე არ მოგეწონებათ მარილიანი ცომი. რა ვიცი, ჩვენ გვიყვარს, მე პურს ავჭამ, თუ მარილის გემო არ იგრძნობა.
სრულებით ყოფნის ერთი ჩაის კოლზი. ეხლა თქვენ დავიცი რამდენი რაც მოვზილებენ წინაზე სადღაც იქედან წესით უნდა გამოვიდეს 10 ხაჭაპური მაინც, მაგრამ მე ვაცხობ ლობიანებსაც. ხო და ამიტომ რო არ მეყოფა, მაგიტომაც არის რომ ზელდა მაინც მაცივარში ვინახავ, არ დაფუჭდება. კიდევ უკეთეს ხაჭაპურებს გამოაცხობ მაცივარში შენახული ცომიდან. ოღონდ ნახეთ, ეს ცომი 9 საათში ამოდის და უცებ მაცივარში შეუშვით. თუ თავიდან მოყინავთ, საყინულეში გაუშვებთ. ის ჯობია და რომელიც სახმარად გინდათ ზემოთ გაუშვით. ანუ მეც ვყო გამოსაყენებლად რომელიც მინდა ზემოთ ვუშვებ და ისე ვინახავ და დანარჩენს საყინულეში. როდესაც ვიცი რომ რაღაცისთვის მჭირდება, მაშინ გამომაგდა, მაშინ ვიყენებ. როგორია მუხა? თითო შეჭამეს ყველა ადას გარდა, ადას მორჩა და გოდე მიირთვა მაგი და კიდე იძახოდა გოდე. მაგრამ მე ხვალ მე ის რა ქვია არ ვიცი აქ ხო უნდა დაგიტოვოთ იქ წასაღებადაც მინდა და ამიტომ რა როგორ იქნება იმას რომ შეჭამ ქვილს მომიტან ის შეიტანე? რა რატო შეიტანე? კაი რა ეხა 5 კილო ბარაბანი ვერაგი ბარაბანი რა შუაშიო რატო შეიტანე როცა გჭირდება? მაგრამ არ მეგონა რომ დამჭირდებოდა კაი ერთხელ გიწევს მარტო უფ დედა ხოდა მოზელთ რბილ სომს არ მოზილოთ სქელი თორემ მაინც არ იქნება კაი თუმცა პურის ცომისგან განსხვავებით კარგი ხაჭაპური მაინც გამოვა მაგრამ არ მოზილოთ მაგარი ცომი აი ვიდეოში ხო ნახეთ ეს და ყოველ ვიდეოზე როდესაც კი ამ ცომს წელს სულ ვაჩვენებ თუ როგორი ცომი გამოდის ოღონდ ვიფიქრეთ დღეს მე რომ აი და არ მოვაბეზრო ხალხს თავი თქო და მაგიტო არ ვისაუბრე თორე მომიტან კი მაქვს აქ ქვილი მაგრამ ის არა ეს ნაყიდი ქვილია ანიკოს გამოვიყიდე და ის ექსტრა არ არის ხოდა ესეც ვიფასებო დაველოდებ სანამ მომიტანს მოგიტო მოკლედ აი ახლა ნახეთ მოვაჭრი ბევრს ვერ ვიმეტებ იმიტომ რომ ხვალ რო არ მეყოს ისა ვერსაიდან ვერ მოვიტან ისე დროს ვიწევს ასე რომ აი ასე ჩვეულებრივად ნახეთ ცომთან თვალა და მე რჩება და ძალიან ცუდად ჩანს ცომში აი ასე მე ჩვეულებრივად მივიღებთ ისეთ მასას ისეთ ცომს როგორიც დღეს გაჩვენეთ ოღონდ უნდა კარგახანი მოზელვა ძალიან კაი ცომი გამოვა ეხლა ვიტიტყნები მე იმიტომ რომ მეჩქარება ხალხო ნახეთ რა დროა გოდეს ვეუბნები დაწექით ხო ის სოუსით უნდა მოვჩე ეს ჩაიც ავადუყე უკვე მაგრამ კარგად ადუღდეს აი ასე всё ეგან მინდა მეტი შევინახოთ და მოვზილოთ კარგი რბილი ცომი რა თქმა უნდა ხელზე გვეკრობა მაგრამ მე აღარ მოგვეკრობა ამდენს აი ეხლა როგორც არის არ ხოდა ამას მოვცომავ და გაჩვენებთ იმასაც ხეთ შეფასება როგორი გამოდის აი უყურეთ უკვე გამოდის კარგი ცომი აი ასე უნდა კიდე ცოტა ხანი მოიზილოს და მერე всё ხო ხედავთ ხელი არ დამიბანია ამ ცომითვე იმას შვება რა ქვია სუფთავდება არ უნდა არაფერი არ მოგეკრობათ ხელზე აი ასე ნახეთ აი როგორც გინდა მოკიდეთ აი ეს არის იმას რომ ვამატებთ მაგის დამსახურება ბოლოში თორე მანამდე ხო ნახეთ როგორ ვიტიტყნებოდი აი ასე ნახეთ შეფასება მეტი მართლა ვერაფერს ვერ გავაკეთებ იმდენად დაღლილი და ქანცული ვარ აი
არ ვიცი როგორ ვიყავთ. თავი ხალხი.